მოგესალმებით. კენაური მოგვიახლოვდა 14 მარტს გაიმართება სპორტის სასახლეში გელით ყველას და დღეს ჩემი სტუმარი არის განსაკუთრებული ადამიანი, კაცი რომელმაც მოიგო თანამთავარ ბრძოლაში კენა 1-ზე ნოკაუტით ჰენრი ლინტულას წინააღმდეგ ნიკოლოზ აბრამიშვილი. როგორ ხარ ნიკოლოზ? მოგესალმებით პირველ რიგში. კარგად მშვენივრად მიდის მზადე ვარ კენაურისთვის. და არჩენს ვიხილავთ უკვე საღამოს. ბრძოლის საღამოს ბევრს ვიხილავთ, ძალიან მაგარი ჩხუბებია ჩანიშნული, ორი UFC-ის მებრძოლი და ერთ-ერთი შენ შეხვდა ლონტოპის სახით, თუმცა მაგაზე სასაუბროთ ახლა აქ არ ვარ ჩეკრებილები. აქ უნდა უყუროთ ფავორ 24-ს მადლობა მას მიძღობისთვის, უნდა უყუროთ შენს პირველ ბრძოლას რკენა 1-ზე და მე მაქვს მაგიური პულტი, რომელთაც გავუშვებ ახლა ჩხუბს. ბუმ. შენს კარიერაში იყო მე-10 ჩხუბი, მე-11 ჩხუბი. ჰენრი ლინტულას წინააღმდეგ ძალიან გამოცდილი მებრძოლის წინააღმდეგ ორი წაგებიდან ბრუნდებოდი, მაგრამ მაგარი პერფორმანსი დადე. ოღონდ, თავარი რა არის, რომ პირველად კარიერაში იუბილარი ცემე, ხო? კი ბატონო. ეგრე დაემთხვა. რამე განსაკუთრებული შეგრძნებით გამოხვედი? არანაირი. რაღაც განსხვავებული შეგრძნება არ მქონია ამაზე. რაც საქმე იყო გასაკეთებელი, მოკლედ გაკეთდა. არ ქონდა მნიშვნელობა. 365 დღიდან რომელზეც ცემდი არ ქონდა. კი. ძალიან კარგია. ფხისტყაოსანს წარმოადგენ გუნდს, რომელისთვისაც არც ჭიდაობა და არც სტრაიკინგია უცხო. და პრინციპში ეგ იყო თავის საფრთხე, რაც ლინტულასგან გელოდებოდა, ხო, რაღაც გრეპლინგის კუთხის. კი, გრეპლინგი იყო ყველა საშიში ლინტულასგან. მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით. მას თავარია მისი გრეპლინგისთვის, თორე სტრაიკინგი დიდად არ გამერჩეოდა მისი უნარები. თუმცა ქვევით ძალიან საფრთხეს ვგრძნობდი და ყველანაირად ნამუშევარი ვიყავით ამისთვის. ისე აქ დაბრუნების დროს რაღაც განსაკუთრებულად ყველაზე მეტად რასაც ვგრძნობდი, აი გამოსვლიდან, აი გამოცხადებამდე და დაწყებამდე იყო, რომ ანუ ერთსული მქონდა, მივსალმებოდი მეტოქეს და დამეწყო ბრძოლა, იმდენად მოწყურებული ვიყავი გამარჯვებაზე რა. ეგ ნაწილი გირჩევნია შენ? ყოველთვის ეგ მირჩევნია, რომ აი პირდაპირ აღმოჩნდე უკვე ჩხუბის დროს და არა ეს გავიარო ეს ეტაპი და რაღაც მომზადება. გეგმა რა გქონდა? გეგმა დგომში ბრძოლა იყო. ჩემს სასარგებლო წაყვანა იყო ამ ბრძოლის და თუ კი ჭიდაობას დაიწყე და ჭიდაობისგან მაქსიმალურად თავდაცვა. თუ გადამიყვან და ფეხზე უნდა მომდგარიყავი აუცილებლად და სულ მეჩხუბა, არ გავჩერებულიყავი, სულ ესე რომ ვთქვათ, მერტყა მეტოქისთვის რა. ეს არის შენი საყვარელი მომენტი, როცა ჩამოვარდნოთ და იწყებ ჩხუბს და ამის მერე ჩხუბი რომ დაიწყება არის რამდენიმე ესეთი მომენტი, სადაც მე მგონია რომ თუნდაც გრეპლინგის კუთხით, სტრაიკინგის კუთხით შენ გადმოიბარე პატივისცემა დაიმსახურე ლინტულასი და თან გვაჩვენე ძალიან ესეთი ზრდა თავშეკავების კუთხითაც. როცა გინდა შენ თუ გაქვს რამე ესეთი მომენტები, რადგან გინდა რომ გავამახვილოთ ყველა, მითხარი და დავაპაუზებ და ჩემი რეაქციის დროს შევამოწმოთ რა. სტოპო მითხარ. შეჩერდიო მითხარ. შევაჩერო. ჯერჯერობით ისეთი არაფერი. აბა ლინტულას კითხე მოხდა კარგი ლოუ-კიკი. თან შეგიძლია რომ ეს აი აქ წერს რო ვიღებ. აი ერთი მომენტი მქონდა იმის მომენტი მეთქი ხო არ გადავიყვანო, ხო არ გავისროლოთ ხო რა. ქართული დება ხო არ გავაკეთოთ ხო, მაგრამ მე უცებ დავფიქრდი რომ მეთქი აი რა თქინდა ხვევით რო ჩავიდე, როცა უპირატესობა ზევით მაქვს და გავჩერდი ცოტა ხანი კლეტკასთან რაღაცა აი გადავწყვიტე ეგ ამბავი და მე ისე აი მე მომენტიც იქნება რომ გამოვიცლები და ისე დგომში მიდის ჩული. იცი რა, აი ამ მომენტში შენ ძალიან კარგად იყენებ აი თავს რა თავით მაგრა დაწვევდი. რეალურად შენ აკონტროლებ აქ სიტუაციას, ანდერჰუკიც გაქვს. კარგი აღებული. კორნერის მაგას მეძახდა რა თავი. ხო, თავის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია კი იცი და კარგად აკეთებ შენ გასაკეთებას საქმეზე, როცა გინდოდა პრინციპში გამოიყავი შენზე. ანუ იმას არ ყავდი ჩათრეული. სიმაღლე შენთვის პრობლემა იყო თუ არა, ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი. მუცლიდან თავში კარგად ავდიოდი და თან ისიც ჩემ დისტანციაზე შემოდიოდა, მაინც და მაინც თავის დისტანციას არ იჭერდა. ხო, უფრო გრძელი დისტანცია შეეძლო დაეჭირა, მას წვდომში უპირატესობა ჰქონდა, ხა ანთროპომეტრი არ გაგულია, მაგრამ ჰქონდა. აგა ხა დათმას გიჭერდა იმ მომენტში? ვერ დავინახე. თუ არ გიგზავნა, ვერც გიგზვნა, თორე მასეთ რამებს აქცია ყურადღებას, აი რამდენად ბინძურად იბრძვის ოპონენტი, არ გიჭერს. არა, სხვა შორის არ ვაქცევდი ყურადღებას. მაგრამ მე არ ვიბრძვი თვითონ ბინძურად, არ მიყვარს რა, ეს ბინძურად ბრძოლა. ამ მომენტში ტეიქდაუნს იცავ გალიასთან. ისე რომ ადგილი არ გაქვს სპროლისთვის და აი ამ მომენტში არის გრეპლინგში, ეს უნდა გააკეთებინა პრინციპში დაგეცვა თავი ტეიქდაუნისგან და ბევრი ენერგია დაახარჯინა ტიპს, რომელსაც მებრძოლს, რომელსაც ძალიან გაუჭირდა წონის კლება. შენ მწვრთნელი მოჭიდავა იყო, ხო, როგორც ისე? თავის პოლისტებით მოჭიდავა? არა, ძიუდოს მოჭიდავა იყო. მაგრამ ანუ იმ პერიოდში ფეხიდანაც იყო გადაყვანა, მე MMA-ზე რო გადავიდა
უფრო აითვისა კიდე გრაუნდ ტექნიკები ქვევით, ჭიდაობის, ჯიუ-ჯიტსუსი და საბოლოოდ დიდი არსენალი ჩამოყალიბდა ჯერ მასში და მე ჩვენში გადმოიტანა ეს ყველაფერი. აი ხა რამდენი ენერგიის დახარჯვა უწევს შენ წაქცევაზე და კიმურა რომ გაქვს აღებული, მაკიმურა მაგრად შეუშალა ხელი. კი. მაგრამ შეხედე აი მარჯვენა ხელით და ეხა მარცხენა ხელით შეტანილი ქონდა. აი ახაც შეიტანე. ვერ შეკრა ფაქტიურად ხელები იმისთვის რომ წაექციო. ხო, მთავარი ეგ არის რა ეხა. ამ დროს თუ ორივე ფეხი აგიღო და შენ მხარეს მიგიძი და ფაქტიურად გადაყვანილი ხარ ეხა. შენ ეხა ფიქრობ იმაზე რომ უბრალოდ ტეიქდაუნისგან თავი დაიცვა თუ თქვა გინდა სკრემბლში უკეთესი პოზიცია იყო. აქ მარტო აი თავი დავიცვა და უბრალოდ გამოვიცვალე ესო დგომში წავიყვანე ჩხუბი, აი მაგაზე ვფიქრობ რა. კუთხის შეძახილები რამდენად კარგად გესმის ბრძოლას. კარგად მესმოდა. ჩემი კუთხე აქ მეძახდა უბრალოდ რომ სიმშვიდე და შეინარჩუნე უბრალოდ ეს პოზიცია, ბრძოლა შენ მიყავს რა. აი ხა ეგ მაგრად გააკეთეს რომ არ ჩამოეკიდე. ეგ იყო ეს გამარჯვება. მოდი ამ გდებამდე ეს მომენტიც გავიაროთ. ინსტინქტი არის რომ ჩამოეკიდოს ხო მე ბრძოლი და მაინც არ ჩამოეკიდე, ბუმ, გადავიდე შემდეგზე. და ეს უამრავად გდება. ჯუდო სტილში. კი. ეხა უკვე რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, იცი, არ ჩქარობ ამ მომენტში და სამყარო დონეზე გაქვს როგორც ვიცი ძალიან ბევრი ბრძოლა ჩატარებული ხო? 30-ამდე ბრძოლა მაქვს სამყაროში. აი ეგ ამ რაღაც დარტყმების შერჩევაში, სიმშვიდეში, რამდენად გეხმარება? გამოცდილება რა თქმა უნდა მეხმარება. ბრძოლის დროს პირველ რიგში ჯერ შენი თავი უნდა გააკონტროლო, შენი ემოცია და შენ თავზე როცა გაიმარჯვებ, მე უკვე მეტო ხეზეც გამარჯვებული ხარ. ჩემი აზრით ესე არის რა. და ვცდილობ ყოველთვის რომ ჯერ სიმშვიდე შევინარჩუნო და მე მაქსიმალურად ჩემი უნარები გადავიტანო უკვე მეთქეს. ეგ ძალიან მაგარი უნარია, რაც მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილებას მოაქვს რეალურად. ციგნით ვერ ისწავლი და თეორიულად მაგას ვერ ისწავლი. აქ MF-ისტები, მაგრამ არ მიდიოდა სახში ხო? რამეს ხო მღეროდი გულში happy birthday. უბრალოდ ფინიშზე ფიქრობ. აქ უკვე აი ფინიშზე ვარ აჭრილი და ერთ-ერთი ეგ მომენტი მქონდა რომ აი ფინიშზე ავიჭერი რა და ესეც ემოციაში გაგდებს მე რა თქმა უნდა უკვე. აი ჭერიას გულს ხო? აი ვცდილობდი რომ მალე დამიფინიშ შემინა უკვე და ეს მეორე რაუნდი აღარ მოსულიყო რა. პრინციპში ბევრჯერ შეეძლო გაეჩერებინა ბრძოლა ბოსაცკის დიდხანს აცავა. კი, შეიძლებოდა რაღაც მომენტებში ბევრს 5 დარტყმით გაეჩერებინა. აი ამ მომენტში შეიძლება. სერია რაც არის და ერთი შემთხვევით უკანაც მოხდა, მაგრამ წამოდგომა სტილობს, მაინც მაგარი ბრძოლის უნარიანია. კი. რატო გინდოდა ეს პირველ რაუნდში ფინიში? ამ მომენტში რომ დავინახე უკვე რომ აი ბრძოლა მე მიმყავდა და შეიძლება დამთავრება, უკვე აი ფინიშისკენ მივდიოდი რა. რომ რაღაცა ყოფილიყო ისეთი რომ ანუ წინააღმდეგობა უფრო მეტი გაეწია ჩემთვის ამ მომენტშიც და წინა მომენტებშიც შეიძლება ამდენი არ მეფიქრა ფინიშზე და იყოს მეორე რაუნდი, იყოს მესამე რაუნდი. მთავარი გამარჯვება იყო რა თქმა უნდა ახლა. რამეს გამძლეობის კუთხით, ტრავმის კუთხით ისეთი რამ ხო არისო, რაც თქვა ადრე დამთავრებისკენ გიბის. არა, მსგავსი არაფერი. ზადი ყავის სამი რაუნდის ჩხუბის. კი, რა თქმა უნდა. ეხაც პრინციპში სამრაუნდიანი ბრძოლა გაქვს და ეხაც თანამთავარი იქნება შენი ჩხუბი ლონტოპის წინააღმდეგ. მაგაზეც კითხავ. ჩემო ფრინტულა აგერ. ოსაც კი ჩაერთო საქმეში. აქ მეგონა რომ იცინოდი და თურმე არ იცინო. ეს კაპი გეკეთა რა. აბრამიშვილი იცინის მეთქი თურმე არა. ეხა დროშასაც შემოგიტანა. კი. და მაგაზე მინდა კითხო რომ რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის წარმოადგენდა შენს ქვეყანას საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ, მაგრამ შენი ხალხის წინაშე ეხლა რამდენი ადამიანი ეწლებოდა? ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მით უმეტეს 2 წაგების შემდეგ უკვე საქართველოში დაბრუნება 2 წლის შემდეგ და ანუ პირველ რიგში ის იყო რომ ანუ გამარჯვებით უნდა დაუბრუნებულიყავი და თან ჩემ სამშობლოში ვუჩხუბობ ქართველი გულშემატკივრებით სავსეა დარბაზი და ძალიან აუცილებელი იყო რომ ეს ბრძოლა გამემარჯვა. რაღაცნაირად პრინციპული იყო ჩემთვის რა. პრინციპული გამარჯვების მოპოვება კარგია, თან მით უმეტეს ოპონენტთან, რომელიც ჰენლინტლომ გააგრძელა ცხოვრება, ტრიუმფალურადაც დაბრუნდა, ტექნიკური ნოკაუტით მოიგო ბრაზილიელი ცემა თუ სწორად მასწავლს, ან პორტუგალიელი და ხო, მაგარი ოპონენტია.
ლინტუანს დამარცხება განაცხადია. მე ყველაზე მეტად შენი ჩხუბის მეშინა და სიმართლე გითხრა რკენას. კი, ყველა მაგას მეუნება. კარგია, underdog mindset-დან ესე გირჩევნია ჩხუბი თუ თქვა გირჩევნია ფავორიტი? ესეთ მეტოქეებთან ბრძოლა ყოველთვის მირჩევნია რაღაცნაირად underdog-ი რო ხარ და იცი და შენ თავში დარწმუნებული ხარ, რომ აი დაუმტკიცებ რა გულშემატკივრებს მაყურებლებს, რომ დაამარცხებ და underdog-ი კი არა ფავორიტი ხარ რა სინამდვილეში. აი ხა გამეორებაზე აი ძალიან კარგად გაქვს ერთმანეთთან შერეული კონტროლი და ზიანი. არ კარგავ კონტროლს ზიანის ხარჯზე. ბევრ სპარინგობთ სტოსანში? კი. ძირითადად კვირაში 2 დღე გვაქვს აი სრული სპარინგები. 2 დღე სრული ჭიდაობა და ანუ აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ახლოს ვართ ჩხუბის სიმულაციასთან რა. რაც ძალიან გვეხმარება ახლა მებრძოლებს. აი ამ ჩხუბისთვის შენ პერფორმანსის ბონუსი აიღე და იმედი მაქვს რომ აქაც შეძლებ. ბონუსით. Fight of the night გირჩევნია თუ პერფორმანსი გირჩევნია ალბათ ახლა. პერფორმანსი მირჩევნია კი. არანაირი ემოცია სახედე. შენ ეს რაღაც ემოციების კონტროლი ბრძოლის იქითაც გაგყო. კი. ოქტაგონზე როცა ვარ მაქსიმალურად ვაკონტროლებ ჩემ ემოციებს და ესე რომ ვთქვათ მაქსიმალურად პატივს ვცემ ჩემ მოწინააღმდეგეს და ჩემს თავმდაბლობას ესე რომ ვთქვათ გამოვხატავ ბრძოლის დროს და ოქტაგონის გარეთ უკვე ძალიან ისეთი დადებითად ემოციური ადამიანი ვარ და ხშირად გამოვხატავ ემოციებს. მადლობა დღეს რომ იყავი ნიკა ჩვენთან ერთად. ნიკოლოს ჩვენთან ერთად 14 მარტს რკენა 2 გაიმართება სპორტის სასახლეში. შენ ხარ ისევ თანამთავარი ბრძოლა ყოფილი UFC-ის მებრძოლის ლონტოპის წინააღმდეგ, ასევე მთავარ ჩხუბში ჩვენი დავით ლორდკიფანიძე ლომი შეერკინება კაუბოი ოლივერას, ბრაზილიას ლეგენდას, რომელსაც ძალიან ბევრი ჩხუბი აქვს ჩატარებული UFC-ში, 7 ფინიში აქვს აღებული და ფაქტობრივად 2 UFC-ის ყოფილი მებრძოლი ჩამოდის და გეჯახებათ შენს და დავითს. რას ელოდები მეორე ბრძოლის საღამოდან? პირველ რიგში რა თქმა უნდა, როგორც ახსენე, UFC-ის ყოფილი მებრძოლები არიან. UFC-ში ნებისმიერი მებრძოლი, ვისაც ნაჩხუბარი აქვს, ჩემთვის წარმოადგენს უკვე მაღალ დონეს საკმაოდ, იმიტომ რომ UFC ეს ჩვეულებრივ მოჩხუბარს არ შეარჩევს საჩხუბად. რაც შეეხება საღამოს, ჩემი ბრძოლით დავიწყებ, ლონტოპის წინააღმდეგ ვიბრძვი, რომელსაც სამებრძოლო აქვს UFC-ში ჩატარებული. აქვს მაურისიო რუფისთან ნაბრძოლი, ყველამ კარგად ვიცით მაურისიო რუფი, 3 რაუნდიდან და იმ ბრძოლაშიც კი ძალიან ისეთი მებრძოლური უნარები გამოამჟღავნა. ესეთი ზიანის მიუხედავად, სულ მაინც შეტევაში იყო, სულ უტევდა და გამარჯვებისთვის იბრძოდა. დოგ-ჰაუსში. კი. კი. და შენთვის თვითონ მაგარი მეტოქია, იმიტომ რომ ჩვენ ხა ჩვენ ვიგებთ, მაყურებლები მაგრად ვიგებთ შენი ჩხუბით, იმიტომ რომ ბენგერი თუ არის ამ ხარჯზე, შენ და ლონტოპის ჯახია. როგორც ვახსენე, 3 რაუნდისთვის ვარ მზად და თუ კი რამე ფინიში შესაძლებლობა იქნება, ამას აუცილებლად განვახორციელებ. რაც შეეხება დავითის და ოლივიერას ბრძოლა, ძალიან მაგარი ბრძოლა არის, აი ამომავალი ვარსკვლავი ებრძოლება UFC-ის ვეტერანს, რომელსაც 22 ბრძოლა აქვს ჩატარებული UFC-ში და ცოტა კი არა, საკმაოდ ბევრი არის UFC-ისთვის. ზოგი ბრძოლის კარიერა. კი. შევხვდებით ერთმანეთს 14 მარტს რკენა 2-ზე. Peace.